მოგესალმებით თქვენ მაყურებელს ერევნიდან, ევრონესტიდან, სადაც ქართული ოცნება არ არის წარმოდგენილი, თავად თქვენს უარი უკვე მესამე ბოიკოტის რეჟიმშია. კი, ბოიკოტის რეჟიმში არა მარტო ევრონესტი, არამედ ევროკავშირთან, ევროსაბჭოსთან, ევროპულ ყველა სტრუქტურასთან არის ბოიკოტში და მათ არ სურთ დემოკრატიულ ხაზს გაყვნენ და შესაბამისად გაგრძელება არის ეს პარტიების აკრძალვის საკითხით იმ ამოცანის, რა ამოცანაც დაისახა ქართულმა ოცნებამ მიიტაცა სახელმწიფო ბოლომდე. ჩვენ ერთი რამე უნდა გვახსოვდეს და არასდროს არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჩვენ ვართ ზოგად წინააღმდეგობაში. ის პარტიები, რომლებიც არა მარტო პარტიების სამოქალაქო სექტორიც, მათ შორის და აქტივისტებიც, რომელიც ერთ წელზე მეტია იბრძვიან, არიან წინააღმდეგობაში. აქ პარტიული ბრძოლა არ მიდის. ეს მიდის სახელმწიფოებრიობის გადარჩენის ბრძოლა. ამიტომ რაც არ უნდა შიშის პოზიციიდან გააკეთოს ქართულმა ოცნებამ და ეს განაცხადი იყო მათი შიშის პოზიცია. ძალავენ იმ პარტიებს, რომლებსაც ეშინიათ, რომლებზეც თვლიან, რომ ნებისმიერი მომავალი არჩევნები შეიძლება რომ ჩაინიშნოს, მათთვის შეიძლება იყოს პრობლემა. მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა გვახსოვდეს, ჩვენ ვართ ზოგად დიდ წინააღმდეგობაში, ეს არ არის პარტიული ბრძოლა, ეს არის ქვეყნისთვის ბრძოლა, ჩვენი ევროპული მომავლისთვის ბრძოლა, რომელსაც ბოიკოტი გამოუცხადა ქართულმა ოცნებამ. და არ სურს ამ სტრუქტურების წევრი იყოს, არ სურს იყოს ბოლონიის პროცესის წევრი და უქმებს სტუდენტებს სამომავლოდ ისწავლონ ევროპაში, ანუ არ სურთ. ანუ შესაბამისად არ დაისმის კითხვა რა უნდა ქნან ახლა პარტიებმა, კითხვა დაისმის ჩვენ წინააღმდეგობა როგორ გავაძლიეროთ, რომ მივიდეთ ახალ არჩევნებამდე ერთად როგორ შევცვალოთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წესები და გქონდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. თქვენ ახსენეთ სიტყვა ერთად. ახლა აუცილებელია თუ არა რომ ყველა საერთო ბრძოლის ხაზი ჰქონდეს, ერთობლივი ბრძოლის ხაზი ჰქონდეს ქართული ოცნების ამ ბრუტალური კანონების წინააღმდეგ. მიუხედავად დაპირისპირებისა და მიუხედავად მძიმე შეფასებებისა, რომელიც რამდენიმე თვის წინაც ისმოდა ერთმანეთის მისამართით. იცით რა არის, ანუ ეს გააჩნია ჩვენ როგორ შევხედავთ სიტუაციას, მძიმე პირობები, ოპოზიციური პარტიები ერთმანეთს ლანძღავენ, ჩვენ თუ ამაზე ბევრს ვილაპარაკებთ, ეს არასდროს არ დაალაგდება. დავინახოთ სხვანაირად, შევხედოთ სხვანაირად. ჩვენ გვაქვს ძალიან მარტივად საქმე, იმიტომ რომ არიან პარტიები, არიან სამოქალაქო სექტორი, აქტივისტები, ხალბატონი სალომე ზურაბიშვილი, რომლის მთავარი ამოცანა არის აი ამ 3-4 ჯგუფის, რომ ჩაინიშნოს ახალი არჩევნები. ჩვენ თუ ერთმანეთის გამხლეთად ვიმუშავებთ და ამაზე გავაკეთებთ აქცენტირებას, ცხადია ეს არ მოხდება და ვერ მოხდება. ამიტომ გააკეთა ქართულმა ოცნებამ არჩევანი იმ სამ პარტიაზე, რომ აეკრძალათ, პატარა პარტიები არ აკრძალეს, რომ ესეც განხეთქილების საკითხად აქციოს. ჩვენ უნდა მოვეშვათ ერთმანეთის წინააღმდეგ მოქმედებას და განხეთქილების გაღრმავებას, ის რაც უნდა ქართულ ოცნებას. არ დგას საკითხი, ეს საკითხი დგას ერთი და ერთადერთი. მიზანი რომ პატარა კოალიციაში შემავალი პარტიები არ მოხვდნენ ასაკრძალთა სიაში, ოცნების სწორედ ეს იყო, რომ დაიწყოს ახლა საუბარი იმაზე, ვინ რატომ არ აიკრძალა? რა თქმა უნდა, ეს არის მათი ამოცანა. ივანიშვილის რეჟიმი, ზოგადად რუსულ რეჟიმს მაგიტომაც გავს, რომ მათი მეთოდი არის დაყავი და იბატონი, ასე მუშაობს, ასე შემოიტანეს თვითმმართველობის არჩევნების თემა, ასე შემოიტანეს ხალბატონის სალომე ზურაბიშვილის თემას, დაყოფა უნდა საზოგადოებას ყოფენ მარტივ მომრავლებად. მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ ჩვენ ამას უყვებით და იმედია ახლა მაინც ვისწავლით ჭკუას და ამაზე არ გვექნება ეთერები და არ მიუძღვნით იმის გაანალიზებას, რატომ აიკრძალა მხოლოდ 3 პარტია, რატომ წარედგინა საკონსტიტუციო 3 პარტიის აკრძალვის საკითხი და დანარჩენები რატომ არ წარუდგინენ. ანუ ეს არ არის მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანი არის ჩვენ ამ წინააღმდეგობას მივცეთ ფორმა, მნიშვნელოვანი არის რომ ჩვენ ამ წინააღმდეგობაში ვიყოთ ერთსულოვნები და მივიდეთ ახალ თავისუფალ არჩევნებამდე. ეს არის ჩვენი ამოცანა და ამაზე უნდა ვილაპარაკოთ. კი ბატონო, ბატონო გიორგი, დღეს ერთ-ერთი კიდევ მთავარი ფრაზა პაპუაშვილის გარდა ბრალდებებისა ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვას რომ ეხებოდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მთავარი ფრაზა იყო ასეთი, რომ ეს პარტიები აკარგვინებენ ქვეყანას ევროპულ მომავალს, ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას იმ განცხადებებით და ინფორმაციებით, რომლებსაც ეს არ არის ციტატა, პერიფრაზია უფრო, რომლებსაც ისინი აწვდიან ჩვენს საერთაშორისო თანამეგობრობას თუ დასავლელ პარტნიორებს. თქვენ ახლა ერევანში იმყოფებით დაიწყეთ კიდეც საუბარი ამით. დღეს ევროკავშირის გაფართოებაზე მსჯელობა არის ერთ-ერთი ნაწილი ამ შეკრებისა და არ ესწრება ქართული ოცნება. რას ამბობენ პარტნიორი ქვეყნების ლიდერები, როდესაც მიაწოდეთ ალბათ ინფორმაცია დღევანდელ გადაწყვეტილებებზე პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით?
ქართული ოცნებისგან უკვე აღარაფერს აღარ ელოდებიან, არ ელოდებიან რომ ისინი დემოკრატიულ ნაბიჯებს გადადგამენ, შესაბამისად რეაქცია ჩვენი დასავლელი მეგობრებისგან იყო არ უკვირთ, მათ აღარ უკვირთ ეს და ცდილობენ როგორ მოახერხონ ის, რომ ევროკავშირის სანქციების ნაწილში მათ კონდეთ კონსოლიდაცია და თუ ერთობლივად ახერხდება ეს, ქვეყნები, რომლებიც ევროპისკენ მისწრაფიან, მაგრამ ანტიდასავლურ პროპაგანდას ეწევიან, რომლებიც ადამიანის უფლებებს ხავენ, რომლებიც დემოკრატიას ძირს უთხრიან, ჰქონდეთ ბერკეტი, როგორ მოექცნენ ასეთ რუსულ რეჟიმებს. ეს მათთვის არის მნიშვნელოვანი საქართველოს შექმნა ერთგვარი პრეცედენტი ქართული ოცნების სახით, რომ ევროკავშირი უფრო მოქნილი გახდეს და უფრო მოქნილად უკაცრავად მოქნილი კომუნიკაცია ჰქონდეთ და მოქნილი ბერკეტები იმისთვის, რომ გავს რეჟიმებთან ჰქონდეთ მყისიერი რეაქცია, სანამ იქამდე მივა, სადამდეც მიიყვანა ქართულმა ოცნებამ ჩვენი ქვეყანა, როდესაც ხალხი ითხოვს ერთს და ქართული ოცნება აკეთებს მეორეს. მცირე ტექნიკური ხარვეზია. უშუალოდ პაპუაშვილს რაც შეეხება, როდესაც 2003 წლიდან რუსული კანონი მიღებას ხარდეს და მიიღეს, დიახ, გისმენთ, პერიოდულად წყდება თქვენი ხმა და ამიტომ ახლა უკვე ისმის გისმენთ. კი ბატონო. ანუ როდესაც პაპუაშვილი ამბობს, რომ ჩვენ ვართ იმაში დამნაშავე, ეს არის ცხადია ტყუილი, იმიტომ რომ დასავლეთი მშვენივრად ხედავს 2003 წლიდან მოყოლებული, როგორც ცდილობს სამოქალაქო სექტორის შეზღუდვას, როგორც ცდილობდა ადამიანების მოტყუებას, საქართველოს ხალხის მოტყუებას, რა სიუჟეტებს აკეთებს პროპაგანდისტული მედია ევროსტრუქტურებზე, იმ ხალხზე, ვინც ჩვენ წლების მანძილზე გვეხმარებოდა და ჩვენ გულისხმობ ქართულ ხალხს და როგორ მიიყვანეს ქვეყანა იქამდე, რომ მათ ქართულ ოცნებას აღარავინ აღარ ელაპარაკება. ის რომ ქართულ ოცნებას არ ელაპარაკებიან, ის რომ ხელი აქვს ჩაქნეული ქართულ ოცნებაზე, რომ ის არის რუსული რეჟიმის წარმომადგენელი, ამაში ჩვენ დამნაშავე როგორ ვიქნებით? როცა თვითონ არიან ამის შემქმნელებიც და განმახორციელებლებიც. ჩვენ დრო არ ვარსებობდეთ, დასავლეთი მათ დაუწყებდა ლაპარაკს, არ დაუწყებდა. დასავლეთი არ მოთხოვდა მათ ადამიანის უფლებების და სხვა 500 ადამიანი იყო ნაცემი დეკემბრის თვეში და ახლა 150-ზე მეტი პოლიტპატიმარი ყავს, რომელსაც ფაქტობრივად რუსეთს და ბოლო კითხვა, ბატონო გიორგი, ბოლო კითხვა და დაგემშვიდობებით. ჩვენი ქვეყანა მოლოდინშია ევროკავშირის ევროპარლამენტის და ევროკავშირის გადაწყვეტილების ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, იქნება თუ არა გადაწყვეტილებაზე გავლენის მომხდენი ეს გადაწყვეტილებაც და მათ შორის რამდენიმე თვის წინ მიღებული გადაწყვეტილებებიც გულისხმობ კანონების გამკაცრებას, რის გამოც ახლა 5 და 10 დღით ყოველდღიურ რეჟიმში უშვებენ მოქალაქეებს ციხებში. კი ბატონო, ცხადია ექნება ამას გავლენა. ვინაიდან აი აქაც გაჟღერდა, როდესაც ამ პარტიების აქტიურობის საკითხი დადგა, რომ ეს გავს ძალიან გავს საბჭოთა კავშირს, როდესაც მხოლოდ ერთი პარტია არსებობდა, მაგრამ ისიც და იხუმრეს იმაზე, რომ საბჭოთა კავშირი სწორედ აი ამ პოლიტიკის გამო დაინგრა და ჩამოიშალა, ვინაიდან ის დასავლური სტრუქტურებიდან იზოლაციაში აღმოჩნდა. ქართული ოცნება სწორედ ამას აკეთებს, იზოლაციაში ტოვებს ქვეყანას. ის არ არის თვითკმარი, რომ მან მოახერხოს ავტოკრატიის და დიქტატურის გაფორმება და მარტო არსებობა. შესაბამისად, დასავლეთის და ევროკავშირის რეაქციაც იქნება საპასუხო იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი რეჟიმები აუცილებლად იზოლაციაში მოხვდებიან და ეს იზოლაცია არ ეხება ქართულ ხალხს, ეხება ქართული ოცნების წარმომადგენლებს. და ვიზების შეზღუდვაც მათზე იქნება გავრცელებული და მათ ოჯახის წევრებზე, რასაც ვისმენთ ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან.